ახლა კი გავაკეთოთ ესეთი საინტერესო გაშლა. რას ფიქრობთ თქვენ ზედა ვარიანტი გვექნება 2. პირველი, მეორე ვარიანტი, ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ. რა ხდება აქ, რა ენერგიებია? პერსპექტივები არის აქ. იყო, მაგრამ ეხლა რაღაც ჩაიკეტა ყველაფერი. რის გამო მიზეზი რა იყო? ნუ ეს სამართლიანად მოხდა. კონფლიქტები. აქ ადამიანი იღებდა მეც ვიდრე გაცემდა. ცვალებადობა. ხან ძალიან რომანტიკული, ხან მთლიანად მიდიოდა თავის რაღაცა ჰობის სამსახური, არ ვიცი, ან იმიზეზებდა ამ ყველაფერს. ნუ აქ სუბუქი დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანს თქვენს მიმართ და ზოგადად ურთიერთობების მიმართ. ან აქვს, ან ვიღაცასთან გათამაშდება, რომ სამკუთხედია. მანიპულატორი ადამიანი. რა ხდება? მე აქ სამკუთხედია, მეგობრებო. გოგონები და ბიჭებო, აქ სამკუთხედია. რას ფიქრობთ თქვენზე? მოდით სამკუთხედია, ვნახოთ, მიხართ მისთვის. ოჯახი, მეუღლე, ან ყოფილი მეუღლე, ან ადამიანი, რომელიც ძალიან ახლობელი და საყვარელი რა, ანუ სადაც საყრდენი აქვს ან ქონდა, არ ვიცი. რას ფიქრობთ თქვენზე? ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ჩაკეტილები ახლა, თქვენზე ბევრი ინფორმაცია არ აქვს, ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს თქვენ და მე უნდა თქვენთან ახალი დასაწყისი აქვს მცხერთ დასილებულები, ადამიანი ფიქრობს, როგორ შეგირიგდეთ, მაგრამ თქვენ ის მოაქციეთ რაღაცა შეზღუდვებში, შეიძლება დაბლოკეთ და თქვენ თითქოს არაფერს არ აკეთებთ აქ. ადამიანი არის გამოფიტული, თქვენ ძალიან ძლიერად გხედავთ, თქვენ მას აჯობეთ, ეგრე ფიქრობს და კისერი მოუღრიცეთ. რის გამო? აი მის გამო რომ ადამიანმა არ აიღო შანსები მაშინ, როცა თქვენ გაუწოდეთ ხელი. ასეთი მოკლე გამოგვივიდა პირველი ვარიანტი და გადავდეთ მეორეზე, აქ რა ენერგიებია? აქ ეგოიზმია. რა ენერგიებში ხართ თქვენ? აქ იკეტებით ვიღაცა მამაკაცისგან, იმპერატორისგან, ან მამაკაცი იკეტება თქვენგან. იმპერატორი რა არის? ან თანამდებობის პირი, ან რაღაცა სტატუსის მქონე, ან ადამიანი ეგოისტი, რომელსაც დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, გონია რომ ყველა და ყველაფერი მას ეკუთვნის და თუ მართლა ეგრეა და რაღაცის თავი აქვს. იმპერატორი როგორც იმპერატრიცა, ოთხივე მეფის ძალას შეიცავს აქ და ოთხივე სტიქიას განაგებს. თუ მართლა ეგეთია, ხო ეგეთია, თუ არა და მაშინ უბრალოდ თავში ავარდნილი ადამიანი. ენერგიებშია ეს ადამიანი ახლა. აგრესია და იმედგაცრუება, ეგოიზმის სასწაული, ბავშვური მაქსიმალიზმი, მაგრამ ისე საუბრობს, რომ მოусმენ და დაგაჯერებს, რომ სწორია. როგორი მანიპულატორი და შეიძლება რელიგიაზეც ხშირად საუბრობს, რაღაც ისეთ მაღალ თემებზე, მაღალ მატერიებზე საუბრობს, მაგრამ ეს არის მოჩვენებითი. რას ფიქრობთ თქვენზე? მოგრძნობები აქვს, მაგრამ დურაკულია, როგორ არის ქართულად ეს ნული არკანი. არასერიოზული, უპასუხისმგებლო, ტყუილები. რას ფიქრობთ თქვენზე? ფიქრობთ, რომ თქვენ გაგაბრაზეთ ძალიან და თქვენ წახვედით. ან აიძულეთ ის, რომ წასულიყო. გული აქვს გატეხილი. რას აპირებს? აპირებს, რომ ისე მაღალ ფარდობნული საუბრებით თვალი აგიხბიოთ, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ეგოიზმია. ნუ თქვენ მისთვის იმპერატრიცა ხართ ნამდვილად, თავარი და ძალიან მნიშვნელოვანი. და კიდევ რა იქნება?
რაღაცა პერიოდი დაგელოდებათ ადამიანი, რომ თქვენგან დაელოდება რაღაცა მოქმედებებს. თუ არა და თვითონ გამოჩნდება, თუ არ ჩანს ახლა. იმ შემთხვევაში თუ ერთად ხართ, მაშინ რა ხდება? მაშინ მისი ეგოიზმი აქ ყველაფერს ამსხვრევს მაინც და თქვენ გადიხართ განდეგილში, თითქოს პაუზას იღებთ, რომ დაფიქრდეთ. მიხართ მისთვის. პერსპექტივა, მაგრამ არასერიოზულად უყურებს რატომღაც. მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. კონკრეტულად თქვენი სიტუაციის გარჩევისთვის მომმართეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე. მადლობა ყველას.